მოგესალმებით შემოწიფოს ტელემაყურებლობას, თქვენ უყურებთ გადაცემას სტატუსს, მე მის წამყვანი ვარ ია სირანაშვილი. და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია უფლებადამცველი ეკოლოგი დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ლაშა ჩხატიშვილი. მოგესალმებით ბატონო ლაშა, გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. ბატონო ლაშა, თქვენ ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეთ საზოგადოებრივ საქმიანობა, თქვენ გახსენეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია 18 ასაკში, რამ განაპირობა ეს, რომ თქვენ ესე აქტიურად ჩართული იყავით სამოქალაქო აქტივობებში? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევს, დიდი ხანია დავყოფილოთ ეთერში, მიხარია, რომ შენი გადაცემა გაქვს უკვე დამოუკიდებლად, შემოვითვის საუბრობთ, იმიტომ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ალბათ ასეთებია და შენი გადაცემა რომ ასე ვთქვათ, დახურეს აშკარად პოლიტიკური მოტივებით, ეს გასაგებია და მინდა კიდევ ერთხელ უხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მართლა ჩვენი გადაცემა გიყო, მაგრამ სამწუხაროდ თავარი გვაქვს. სამწუხაროდ ობიექტივმა გადაწყვიტა, როგორც ჩანს, აშკარად საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაეპყრა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ეკოლოგიური თემატიკაზე ასე ვთქვათ არსებული გადაცემა, გარემო ჩვენ რომელიც ერთად მქონდა. მე ახლა მიყავს უკვე პანკაზე ასეთი გადაცემა, რომელსაც პლანიზოლა ქვია და რა თქმა უნდა გასცემთ უკეთესი ასე ვთქვათ ტელეკომპანია პანკრა ვიდრე იყო ის, მაგრამ უბრალოდ მათთვის მოვალდება, მინდა თქვა რომ გასცემთ უკეთესია. მათთვის უარესი, მაგრამ უბრალოდ ეს რაღაცაზე მეტყველებს, თუმცა ჩვენი გადაცემა დახურეს და ცოტა ხანში როგორც ვიცით, დათომ ერთხელავას გაუხსნას გადაცემა ჩვენი ბავშვობის სიგნალის მინის, რომელიც დღეს გუგლის ტექნიკური დირექტორი გახავთ. ეს უკვე აქედან აშკარად ჩანს, რომ პირადი ინტერესები ჰქონდათ და მეტი არაფერი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რატომ ასეთი ადრეული ასაკიდან ჩემი აქტიური ცხოვრება, საზოგადოებრივი ცხოვრება დაიწყო, ალბათ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ერთის მხრივ მე ასეთი ხასიათი მაქვს და ვარ აქტიური და ყოველთვის ვცდილობ ვიბრძოლო იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც მაწუხებს ხოლმე. რაც შეეხება გარემოს, რაც შეეხება ბუნებას და ცხოველებს, მე ისინი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, აქედან გამომდინარე ვცდილობდი ჯერ პირადად ჩემი ინდივიდუალური მცდელობით შემოცვალა რეალობა. ლაშა, როგორც გატონი, რა პროფესიის გზაა? აი პროფესიაც სწორედ აქედან დაიწყო, ხორეცებული გზაც და თორეცებული წესიც კი. ანუ მე ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა რასთან მახსოვს ცხოველები. ცხოველებთან შეეხება დაიწყო ადამიანების მიყვარს, ვისაც კუდი მოა გამოყოს, რომ ცხოველები ძალიან მიყვარდა. დაიწყო შეეხება საკრავო ცხოველებიდან, რომლებიც სამწუხაროდ ბევრი იყვნენ და ბევრი არიან ახლაც ხუჩაში და ბევრი ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, მათი ხოსაზნედუცა რა თქმა უნდა არადამიანურია. და ჯერ ვცდილობდი რომ უცდელ მაგას დავხმარებოდი ყველა მყოფდა სახლში, ისიდან მოყოლებული ყავდა 7 ბაზალიც მოყოლე ერთად, მე მეკუთვნი რომ ჩემი ფინანსები სამწუხაროდ ამბობს ამას ვერ გაწევდა, რაც კი სახლში გამავიშთა ნახევარზე მეტი მართლა შეიძლება ითქვას ამიტომ გავყიდე მათი აქციებისთვის, მათი პროგრამებისთვის, მათი ყვებისთვის, მაგრამ ვთქვი რომ მე ამის საშუალება არ მქონდა, ამიტომ თანამშრომლობით ჯერ გადავედრი ასე ვთქვათ შეუძლოაზე იმ კუთხით რომ მხოლოდ დაავადებული და დამდუმილი და ესეთები გამოყვანა რომელიც უბრალოდ გადარჩებოდა ქუჩაში ერთად აბრძოლებოდა, ესეთების სამოლოდინში ბევრი დამომდum და მე განვწყვიტე რომ პროფესია უნდა ამერჩია ისეთი და ესეთი საქმიანობა გამიწია, რომელთაც მე დამახმარებოდი ასე ვთქვათ ჩემი ცოდნით, ჩემი აქტიურობით დამახმარებოდი მათ, ხოლმე ბუნებას და ადამიანებსაც. ამიტომ დაახლოებით 11 ასაკში მე გადავწყვიტე რომ აღარ გავხდებოდი მხატვარი, მოხატავდი მანამდე, ჩემი ყველაზე მეპარე მამის მხრიდან იყო მხატვარი, მამა ჩემის ბიძა გასაკუთრებით ცნობილი მხატვარი იყო, ოთარ ჩხარტიშვილი, არტისტთა ავანგარდის მხატვარი, რომელიც ერთ-ერთი ქართული მხატვარი იყო, ვინც ბულდოზერების ანტისაბჭოთა გამოფენის მონაწილე გახდა მოსკოვში, რომელიც პრეზიდენტის პერიოდში ბულდოზერებით დაარბიეს, ასე რომ პროტესტი ასე თუ ბრძოლა და ამბრძოლისული და უსაფრთხოების წინააღმდეგ პროტესტი როგორც ჩანს გენეტიკურიც არის ჩვენში. და მე ვხატავდი, მაგრამ მაშინ გავწყვეტე რომ მომეწონა ჩემი ცხოვრება ბუნების დაცვისათვის, გარემოს დაცვისათვის და შესაბამისად ადამიანების ცხოვრების დაცვისათვის. და ამ ასაკში რომ მოხდარიყავი ეკოლოგი, ზოოლოგი, გარემოს დაცვიდან ეგრევე გადახვედი, ეგრევე გადახვედი არა, ანუ როგორც გარემოს სიცავდი, ასევე ადამიანის ბუნების სიცავდი. რამ განაპირობა ეს? აქამდე მივალ, უბრალოდ ეკოლოგია, ზოოლოგია, ვეტერინარია იყო ის ჩემი პროფესიული ინტერესი, რათა შემდეგ დამეცვა ასე ვთქვათ ბუნება და ცხოველები და ჩემი მოწოდება განაპირობა პროფესიის არჩევა, მე დავაღვიე ტრადიციას ოჯახური, არ ვხატ და პლუს ნარების ხოლმე როგორც ამან კარგად ხატავდი. კიდევაც ვიყავ ბავშვთა გალერეის ასწავლის, საფრთხის სკოლის მოსწავლე და ჩეკავაპენების მონაწილეს, მაგრამ ამის შემდეგ პრაქტიკულად აღარ მიხატია. ამას კიდევ დაერთებ მასალებს ასე თუ უაზრო არასწორი საქციელი, რომელიც
ჩემი ნახატები გაუფილი იყო, მაგრამ ჩემი ხატვის ტექნიკა არ მოსულდა კერძოდ საღებავებით დასწრა. ხო, მაგრამ დეჭი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის გავყევი, ბიოლოგიას, ეკოლოგიას და მეტად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩავაბარე ასევე ინსტიტუტ ზოოლოგიაში, ზოოლოგიის უნივერსიტეტში, სკოლას უყურებდა რომ ჭყალებში მე პრესიჯულობით არ სამერჩევია და მოდუნობით, არ იყო მოდური არასდროს, მაგრამ მე ჩემი მოწოდება და ჩემი ინტერესი და ჩემი შეხედულებები მქონდა. დავამთავრე ბიოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით, მესამე კურსთან ზოოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდი, ვიყავი მეცნიერთა თანამშრომელი და მეორე კურსზე შექმნილი პირველი არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ლობო, რომელიც იყო სწორედ გარემოს დაცვის საადმინისტრებელი და ამასთანავე ცხოველთა უფლებების, ცხოველთა კეთილდღეობის თემაზე მუშაობდა ეს ორგანიზაცია. ეს ასაკში შექმნით ეს სწორედ 18 წელს ვიყავი, მაშინ 18 წელია პოსტები, 19 წლები. რატომ დაარქვით? ლობო დავარქვი, იმიტომ რომ ლობო იყო ძალიან ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში ანიმალისტი მწერლის, ნატურალისტი მწერლის, სეზან თომპსონის პერსონაჟი, გელი, რომელიც ძალიან უხანათურად მოკლეს ადამიანებმა. კერძოდ, მას ყავდა, ვისაც არ აქვს საკითხული მურჩება ბავშვებს, განსაკუთრებით არა მარტო ბავშვებს აიკითხონ სეზან თომპსონის მოთხრობების ცხოველებზე და მისი სხვა ნაწარმოებებიც და ლობო განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, შამიშტაბის ნაწარმოები იყო მაგასაკში განსაკუთრებით და არა მარტო, თუმცა ლობოს ვერ ასე ვთქვათ იჭერდა, ვერ კლავდნენ და მისი შეყვარებული, მისი ცოლი, იმიტომ რომ ბიოლოგს აქვს მონოგამიური ასე ვთქვათ ურთიერთობა, ისინი ერთგული არიან ერთი პარტნიორის, ერთი შეიძლება პირობითად დავარქვათ ცოლის, მისი ცოლი გული დააკავეს, დაიჭირეს, ჩაამწყვიეს, ფეხი მოჭრეს, ამ ფეხით კვალი გააკეთეს თოვლზე და აი ეს საშინელად და ძალიან მუხანათურად მართლა საზოგადოებრივად შეიტყუეს უკვე ლობო ცდილობდა მის გადარჩენას და ესე მოკლეს ლობო. და აი ეს ბევრი თვალსაზრისით ემოციურად და სულიერად მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო ჩემთვის და თან გამოხატავდა ადამიანის ასე ვთქვათ ფუნქციას, ბონუსაქციას, თქვენი პირველი ორგანიზაცია იყო ლობო. ლობო იყო პირველი და ამიტომ დავარქვი ლობო. ლობო სხვაშორის ესპანური სიტყვა და მგელს ნიშნავს და მგელი გამოდიოდა ის მგელი, რომელსაც მე მომიჯერეთ ნაწარმოებში, მას სახელად ეს ლობო ერქვა. ეს სულს ულიერ. მაგრამ თქვენ ასევე ჩართული ხართ გრინპისის მხარდაჭერთა ჯგუფში. რა საქმე არის ეს ორგანიზაცია და რა მიზნებს ემსახურება? ლობო არსებობს, ლობო არის ლობოზე ვსწავლ დავამატებ. ლობო საქმიანობა დაიწყო უსახკარო ცხოველებით, გაგრძელდა ძალიან აქტიურები ვიყავით შედარებით აი რაც საზოგადოებაში შეიძლება ახსოვდეს. პაკო ჯეიფანის მოსადენის მომხრები გახდით, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მომხრე იმის რომ ბორჯომის რეგიონში, რომელიც უნიკალური და განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი როგორც ეკონომიკური კუთხით სოფლიო მშობლების მინერალის წყალმოეპოვება, ასევე ბუნების სილამაზით გამორჩეული იქ მოსადენის ადგილი ნამდვილად არ იყო, მეტყველეს მეწყრებში ჩადების ადგილი არ იყო და პირველი მწვავე აქციები ჩვენი მონაწილეობით სწორედ ამ მარშრუტის წინააღმდეგ იყო წარმართული. რაც შეეხება იმას თუ რა გამოიწვია მეორე ეკოლოგიური, მეორე გარემოსთვის ორგანიზაციის შექმნა, გრინპისის ყალბშთა ჯგუფის, ეს შედარებით განსხვავებული ტიპის ორგანიზაცია, იმიტომ რომ პირველი ლობო დაფუძნებული იყო ჩემს მიერ, ჩემ კოლეგებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იგივე პროფესიას ემსახურებოდნენ და პროფესიულადაც ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ეკოლოგები, ბიოლოგები, ვეტერინარები და ასე შემდეგ. განსხვავებით მათგან გრინპისის ყალბშთა ჯგუფის შემთხვევაში განსხვავებული ბიზნესები არ არის, განსხვავებული არის კატეგორია ჯგუფი ადამიანების, რომლებიც მონაწილეობენ. გრინპისის ყალბშთა ჯგუფი არის უფრო მეტად მოხალისეობაზე ორიენტირებული, ბუნების სპეციალისტების კი არა მხოლოდ, არამედ ბუნების მოყვარულთა, ასე ვთქვათ, საზოგადოებას, ორგანიზაციას კი არსებობდა საქართველოში შესაძლოა. სადაც ჩვენ გვინდა მისთვის საშუალება ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს ბუნება, მაგრამ და ცხოველები მათ შორის, მცენარეები და ასე შემდეგ, მისთვის საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ მათ გადარჩენაში და გადასაშიათ ბევრს აკრეფონ მართლაც, თავისი პროფესიული თუ სხვა უნარებისა და საშუალებების, ასე ვთქვათ, გამოყენების გზით. გულისხმობ რას? მაგალითად თქვენ ხართ იურისტი, ხო და ასევე ხართ ჟურნალისტი, ორი განათლება გაქვთ, ორი საქმიანობა ძალიან კარგი ორი მიმართულებით მუშაობ და შეგიძლია თქვა ჩემი წვლილი შეიტანო იმით, რომ გადაცემა მომზადო ამ საკითხზე, სარჩელი დაუწერო ჩვენ ორგანიზაციას ჩემი ასე ვთქვათ შემოწირულობის სახით, ხო? ესეც დახმარება ძალიან დიდი და არ არის აუცილებელი მხოლოდ ბიოლოგები და მხოლოდ ზოოლოგები ვარ ცხოველების და ბუნების დაცვით დაკავებული. ასეთი ადამიანები ბევრი არიან. მაგალითად, ვიღაც შეიძლება იყოს რეჟისორი და ფილმი მომზადოს ან კრიტიკა დაიღოს, ვიღაც შეიძლება იყოს დაუშვათ მხატვარი და პლაკატის მომზადებაში მოგვიყვანოს და ასე შემდეგ და აი ამ კუთხით ესეთი ადამიანების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა ჩამოყალიბება, სადაც ადამიანებს შეიძლება საკუთარი ფიზიკური მონაწილეობით, პროფესიული ჩვევებით
არ გონდა დაეხმარონ ბუნებასა ცხოვრებას. ესეთი ტიპის არის არის გრინპისის საქართველოში არ არის გრინპისის ესეთი ჯგუფი, ეს არის ასევე საზოგადოებას. და საიდან მოდის ეს გრინპისი? კი ბატონო, გრინპისი რაც შეეხება, გრინპისი არის მართლა სოფლიოში ყველაზე ცნობილი, ყველაზე მსხვილი ხაზგასმულ არა მხოლოდ გარემოსდაცვის სფეროში, არამედ ზოგადად არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანების მოძრაობის შორის არის ყველაზე მსხვილი და ეს მართლა საამაყოა და კარგია. იმიტომ რომ დედამიწაზე საქართველოსთან განსხვავებით საქართველოს ბევრი ამასვე რაცნობიერებს დიდი ხანი უკვე დაინახეს განსაკუთრებით 60-70-იანი წლებიდან რომ ბუნების დაცვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტი საკითხი. არა მხოლოდ იმათთვის, ვისაც ცხოველები და ბუნება იყოს, რაც ნორმალური ადამიანისთვის ეგ უნდა იყოს ზოგადად. არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც ელემენტარულად საკუთარ თავზე და საკუთარ შვილებზე ზრუნავს, იმიტომ რომ ბუნების პრობლემები, გარემოსდაცვის პრობლემები, რომელიც დაგროვდა, უკვე პლანეტას ემუქრება გადამყურებით. ხო, გლობალური დათბობა იქნება, ეს იქნება ბიოზონის შერის პრობლემა, რომელიც ახლა მოხსნილია, მაგრამ კარგია ეს სოფლის მიღწევა, იგივე ნარჩენების მართვის პრობლემები, რადიოაქტიული და ბირთვული საფრთხეები და საფრთხეები, რომელიც თუნდაც საფრთხეები, რომელიც უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ ცხოველთა დაცვაზე და ბუნების დაცვაზე და მათ სიყვარულზე, უკვე ადამიანების გადარჩენაზე არის საუბარი. მე მაგალითად გახლავართ ეკოლოგისტი, ორად ყოფენ, ასე ვთქვათ. ბუნების დამცველებს არიან ეკოლოგისტები და ენვაირომენტალისტები. ეკოლოგისტები ბუნებას იცავენ ბუნებისთვის და ამბობენ და აღიარებენ და ვაღიარებთ ჩვენ რომ ბუნებას დააჩვენებთ თითოეულ ხეს, თითოეულ სახეობას, კვიპაროსის მაგალითად ჩემ ყველაზე უყვარელი ხეა თუ ჭადრაკის აქვს უფლება ადამიანის გარეშეც იარსებოს და ყველაფერი მხოლოდ ადამიანს არ უნდა იმსახურებოდეს. მაგრამ ენვაირომენტალისტები იცავენ ბუნებას ადამიანისათვის. ერთი მეორე არის დამდგება, ბოლოს უფრო ფართო გაგება არის ის რასაც მე ვაღიარებ, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერულ მოძრაობას, ეკოლოგიებს. სოციალურ მოძრაობას და მე ვფიქრობ რომ ადამიანის გარეშე თვითმშობლები ბუნება, მაგრამ ერთი რამ ვისაც ბუნება არ უყვარს და ცხოვრობს ძალიან ცუდია და ფიქრობ მისი პრობლემა, მაგრამ იმდენი მსვენიც უნდა მიხვდეს, ეს ხელისუფლება თუ საზოგადოება რომ სხვა თუ არაფერი თავისთვის და ადამიანისთვის მაინც საჭირო და აუცილებელია ჟანგბადი და სკოლაში ისწავლება ბევრი ამას მე მგონი ფუტკრები არ აღიარებს, რომ ქალაქში ყველა ხეს თუ გაჭიხავ სხვა თუ არაფერი ხეები რომ საგიყვარდეს დაიხჭობი და მოიწავლე ხო? სლაშა დღესდღეობით ხეების გაჭიხვა და ბუნების განადგურება. ხშირი არის და ამაზეც მინდა გესაუბროთ აუცილებლად დღემდე დარჩა აქტუალური პრობლემად ის რომ სამართლებრივის აღდგენისა თუ დამკვიდრების პროცესი არ მოხდა და აქედან გამომდინარე არ დაჟილა არც ერთი ადამიანი მაგალითად შოულებთან მიმართებაში დაახლოებით იგივე ვითარება განსაკუთრებით ეს ეკოლოგიურ დანაშაულს ეხება და როგორც ჩანს მიაჩნიათ რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია დიდი ალბათობით კორუფციული გარიგება ძველ და ახალ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც ხდება და ამიტომ თბილისში როცა გაიჩეხა 100-150 მინიმუმ გამწვავი ტერიტორია, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილიც კი და ჩამონათვალე ძალიან შორს აქვს იპოდრომი კორტები, პარკის ნაწილი, მზიური და ბევრი სხვა, არც ერთ ამგვარ საქმეზე ბოლომდე გამოძიება მიყვანილი არ არის. გამოძიება დაწყებულია ამ შემთხვევაში, მაგრამ მაგრამ შეჩერებულია თუ არა? გამოძიების შეჩერებული პრაქტიკულად არ არის, ახალ მსგავს ფაქტები ვლინდება, ეხლა ერის ფაქტთან დაკავშირებით გავცემდა ინფორმაცია, ვაკის პარკში ისე მოუგვარებელია, სასტუმრო შენობების პრობლემა არის, გამოც მე დამაკავეს და უკანონო დამაჯერების მისი გამოსვლისათვის და უკანონო რეაქციის ჩატარებისთვის არის ბაგებში გაცემული ლიცენზია ნებართვა დიდი ტერიტორიის განადგურების თაობაზე არის ეხლა ფანს ასევე არის მრავალი სხვა ფაქტი, როცა იგივენაირად იქცევა ხელისუფლება ქალაქის მმართველობა მათ შორის როგორც იქცეოდა წინამორბედი. არა მარტო ძველი ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვების გაუქმებაზე, შეჩერებაზე, კომპენსირებაზე არ ფიქრობს, რომ სხვა ტერიტორია შეთავაზოს მაგალითად წინამორბედი ხელისუფლების გაცემული ნებართვის საანსულოს, რომელიც საბურთალოზე ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაღის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაღის ამ შემთხვევაში დაანადგურების ნებართვასადმის კომპანიას არც თავაზობენ ალტერნატივას, არც საქმეს იდეას პროკურატურა და თავს იმართლებენ, რომ აი ძველი ხელისუფლებისგან ჩვენ რა ვქნათ. მათ აქვს ყველა ბერკეტი, უბრალოდ არ იყენებენ სამართლებრივ ბერკეტებს, არც საასო ტერიტორიას თავაზობენ და არც მემეჯდიან და არც იძიებენ. რაც შეეხება ამ ყველაფერს ეს არ თავდება, უკვე ახალი ნებართვების გაცემა დაიწყო. ამ შემთხვევაში ჯერის მასშტაბი არ არის რაც იყო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, თუ საზოგადოება არ იქნება აქტიური, თუ ხელისუფლება გონსარგოებო, ეს ყველაფერი მალე მივაიხავდეს, საიდანაც დაიწყეს წინამორბედმა და დაამთავრეს წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. როგორი აყვავებულია თბილისი და დღესდღეობით უკვე ერთ-ერთი შენობები არის დარჩენილი. ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა, ნამდვილად ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა. და რა ხდება ამ მხრივ რაიონებში, სოფლებში, ტყეებში? მაინც თბილისია ეს აქცენტი რომ დაიმოიჭრას ხეები თუ სხვა რაიონებში. ორად შეგვიძლია გავყოთ პირობითად ეს პრობლემა ხეა და დილო ხეს აქ ფასი ცალკე აღებული, როგორც ცოცხალ არსებას და მას უნდა მოუწოდეთ და ეს მომიხარებდეს მონღოლი ადამიანი ვარ, მაგრამ ადამიანისთვის აი ენვაირომენტალიზმზე ლაბორატორიის წერა თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია ქალაქის ტერიტორიაზე გამწვავებას. ანუ ეკუდაროს მეწოდება თბილისში რომ მოიჭრა ფიჭვი ან თუნდაც ნაძვენების მერიხე და მოიჭრა ბონჯომში, მაგრამ
თბილისში მოჭრა თითოეული ხის არის 10-ჯერ მეტი დანაშაული პირობითად, ვიდრე თქვა ტყეში. მოჭრილი, იმიტომ რომ აქ მას მეტი დატვირთვა გააჩნია და მექანიზმი სხვათა შორის რომელიც არის შემოტანილი კანონობაში ერთ კიდე წინამორბედი ხელისუფლების დროს რომ თუ შენ ხეს მოჭრი კომპანია დამუშავდა ამაზე ნებართვას მოგცემენ შენ სადღაც დახვიდე და არქო 10 ხე თუნდაც პირობითად თბილისის ერკვას არც ისე დიდია ჯარიმები დაბალია და ეს დაბალი ჯარიმების გადახდა უღირს კომპანიებს რომლებიც 100,000 დოლარს იღება თითოეული სახლიდან მოგების სახით თითოეული კორპუსის მშენებლობის დროს მათ უღირს რომ 1000 ლარამდე არის ჯარიმა სანამ საქმე როგორც ისე ან აღიძრება ან თუ აღიძრა არ მიდის ბოლომდე მეკითხეთ რომ არც ერთი ფაქტი არათუ ბოლომდე გამოძიებს დაკითხვის ფაქტიც მაგრამ მას შეიძლება არა მარტო ბიზნესმენები ეგ არის სოფლის მოსახლეობა რომელთაც უბრალოდ ელემენტარულად ჭირდებათ რომ ფეჩიში ანთან იმისთვის შეეშადა მას არის იგივე ჯარიმები რაც კი ბატონო ამას ვუბრუნდები გავყოთ მეთქი იურიდიულად შინაარსობრივად ორი სხვა საკითხია ორი შემთხვევაში ხელდადგურდება მაგრამ სხვა პროცედურებზე სხვა დატვირთვა გააჩნია ხეს ტყეში სოფლად მაგალითად და ქალაქში ქალაქს ვისაუბრეთ და გადავიდეთ ტყეზე აუცილებლად ახლა ეს ამ თემამ დაგაინტერესებთ მართლა მნიშვნელოვანია ძალიან არანაკლებ პრობლემებია ტყეში მაგრამ ქალაქის დატვირთვა ამ შემთხვევაში იმიტომ კი არა რომ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები მეტი ღირმად ვიდრე თქვა სოფელში ცხოვრობენ ადამიანები არამედ იმიტომ რომ სოფელში ცხოვრება ადამიანს აქვს მეტი შესაძლებლობა ფიზიკურად რომ სუფთაჰაერით შედარებით სუფთაჰაერით ისარგებლოს და არ იყოს იმდენად დაზიანებული გარემოს განადგურების გამო ვიდრე ჩვენ თუმცა სოფლათხეების შრომ მაგალითად მეწყრის საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს იგივე როგორც ქალაქში ხდება ახლა მეწყერი მოკლავს და მოწამული ჰაერიდან გამომდინარე კიბო დაგემართება საბოლოო შეღავათი არანაირი მაგრამ ქალაქს უფრო უჭირს განსაკუთრებით თბილისს და თბილისი რატომ არის განსაკუთრებული ამ შემთხვევაში იმიტომ კი არა დედაქალაქი არამედ იმიტომ რომ თბილისი აქვს ძალიან რთული განლაგება რელიეფის თვალსაზრისით თბილისი არის ქვაბულში რომელიც სამხრეთიდან გარშემორტყმულია მთებით და თბილისში განიავება ქალაქში ზოგადად უფრო პრობლემატურია ხეების მოჭრა და თბილისში კიდევ უფრო პრობლემატურია იმიტომ რომ ამ რელიეფის გამო განიავება ანუ ჰაერის ცვლა სუფთა და დამძრული ჰაერის ცვლა გართულებულია ერთ-ერთი სტიარხი არის მყარს მიყვება ასე ვთქვათ ჰაერის ნაკადი და მიყვება მდინარეების ხეობებს რომელიც მას უერთდება 6 ისეთი მდინარე მოხსენებთ თბილისში ეს არის ლეფტახევი ეს არის ვერეს ხეობა ეს არის გდანულა ეს არის დიმისწყალი ლოჭინის ხევი და ასე შემდეგ მაგრამ მათ ტერიტორიაზეც განსაკუთრებით ცენტრში მშენებლობის წარმოება ძალიან სერიოზული პრობლემაა და მზიური და იპოდრომი ამ ხევით ქალაქში მოჭრა თუ შეშაუნდათ მაგრამ მათ უნდა მშენებლობა არის და იქიდან აღებული დიდი ფული და ხშირ შემთხვევაში კორუფციულად გაყოფილი ფული არის თავარი პრობლემა რის გამოც ნაგვდება თბილისის ბაგპარკები უკანასკნელი ბაგპარკები და ნაგვდება ჩვენი ჯანმრთელობა ყოველწლიურად თორსა 7,000 შემთხვევა არის კიბოსი სიმსივნური დაავადებების და ამას განსაკუთრებული აქტიურობით გვაქვს ჩვენ ტელევიზიით ну კარგია რომ ვიცით მაგრამ მე რა რომ ვიცით ნუ იმოქმედებს მათ შორის განსხვავება ჯერჯერობით ეს ქმედებები საკმაოდ ზედაპირულია და შინაარსობრივად ღრმად არამედ ისე ცვლილებები არსებითი არ ხდება თბილისში უბრალოდ კატეგორიულად უნდა აიგრძალოს ჯამთელი ხის მოჭრა ეს ფაქტურად აკრძალულიც არის მაგრამ ის აქტები რომელთაც აკრძალულია შენ შემთხვევაში უბრალოდ დაუწყებულია თუმცა გაუქმებულია მაშინ როგორც ვიცი ნაკრძალებში აკრძალული არის ხეების მოჭრა რა ხდება ამ მხრივ ანუ ვინმეს აქვს თუ არა იმის უფლება რომ თუნდაც ლიცენზია აიღოს იმისი რომ მოჭრას ხეები ნაკრძალში არ აქვს უფლება არ აქვს უფლება კატეგორიულად არის თუ არა ეს ფაქტები რომ ნაკრძალებში გეტყვით არის თუ არა ნაკლებად მაგრამ არის ასევე კატეგორიულად აკრძალული ციტა წიგნში შეტანილი და ნუსხაში შეტანილი სახეობების განადგურება. წაბლი მაგალითად არის ამის ნათელი მაგალითი, რომელიც მოჭრა უბრალოდ აკრძალული დიდი ხანია იყო და არის დღემდე, იმიტომ რომ წაბლი არის ციტა წიგნში, მაგრამ ესეთი მექანიზმი მოიფიქრეს ნახინჯი და განაშაულებრივი, როცა აფორმებდნენ თითქოს დაავადებულ წაბლს, ენდოტიარას დაავადება ასეთი, იმერეთში ძირითადად ჭიათურა, საჩხერეც ნაწილობრივ ტყიბული ხდებოდა მათი მოჭრა, თითქოს დაავადებული და შემდეგ დაავადებული ხის მერქნის გაკეთება იტალიაში ან თურქეთში, რაც არის აბსურდი, იმიტომ რომ ეს ჭირდება დაავადებას თუ არ ჭირდებათ, უბრალოდ არ მიიღებენ, იმიტომ რომ იმდენი ტვინი ყოფნით ბოდიში გამოთქვისთვის, რომ საქართველოში თუ კი ბენდუკიძე რომელსაც ახლა ჩვენ სულ გაუგებარ ვიზების გამო ლამის არის მართლა აპატია და წმინდა შერაცხო, აი ამ ძალიან ცუდი ადამიანის მარტივად ვთქვათ მეშვეობით მოხდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი მექანიზმის უბრალოდ გაუქმება ან გაჩერება. იქნებოდა ეს სურსათის უზრუნველობის კონტროლი, ჩვენ 6 წელი დაახლოებით ცხოვრობდით ისე რომ სურსათის საერთოდ მოხდებოდა, ახლა შეიძლება არასრულფასოვანი მოწყვეტილება, მაგრამ ეს კარგია და მის სამომავლო ახალგაზრდების მიხედვით სურსათის უზრუნველობის კუთხით დაიძრა მოქმედებები, შეიძლება ბოლომდე არ მიდიან არ ვერ მიდიან, მაგრამ რაღაც კონტროლი მაინც შემოვიდა და მონიტორინგი, მაგრამ აქ ექსპერიმენტებში არ მოხდა. აი ბენდუკიძის ინიციატივით მაგასაც სურსათის კონტროლი გაუქმდა. იგივე გაუქმდა ფიტოსანიტარული კონტროლი, ხარაშოში იყო სურსათი გამოს მაგალითი მოიყვანა. ფიტოსანიტარული კონტროლი ნიშნავს სცენარების, მამნებლების შემოწმებას საზღვარზე.
ეს კონტროლიც იყო ფაქტობრივად გაუქმებული და ეს საქართველო არ აღიარებდა იმას, რომ წაბლის იქნება, ნაძვის იქნება თუ ბოსტნეულის დაავადება უნდა ეკონტროლებდეს საზღვარზე, მაშინ როცა რა თქმა უნდა თურქეთის, იტალიას და საფრანგეთის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მე არ ვიცი იყო თუ არა მსგავსი ბედოქი არსებობდა თუ არა მისნაირი იდეოლოგიის მატარებელი პირები არ მეგულება ქვეყანას სადაც საერთოდ არ აკონტროლებდნენ ამას. შესაბამისად დაავადებული ხე რა თქმა უნდა ვერ გავა, დაავადებული წაბლის ხეები, როგორც ჩონჩხები და საშიში მოჩვენებებით განა ამ დღეებში, მაგრამ ჯანმრთელი ხეები ამით იჭრებოდნენ და გადიოდა მათი მერქანი ევროპაში. დღეს მე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ დაიწყო თითქოს მსგავსი ქმედებების განახლება. ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია და მე ხალხს მოვუწოდებ, რომ მუწავლენ იმზით და ნამდვილად შეამოწმონ ინფორმაცია ხდება თუ არა იგივე დღეს დაწყდებოდა წლების განმავლობაში. ძალიან ხშირია ასევე ისეთი ცხოველების დახოცვა, რომლებიც აბზავილია მას დახოცვა დეფიციტი არის. ამ შემთხვევაში რა სიტყვით ამ რამდენად? სანამ ცხოველებზე გადავალთ, მოდით ახლა ტყეზე ბევრი ვისაუბრეთ, ტყეზე ტყის ერთი მნიშვნელოვანი თემა არ გამოგვჭირ, სადაც კითხავთ ამისთვის და ამ პასუხია. ტყის ტყის მერქნული რესურსების, ანუ ტყის ძირითად გამოყენება, როგორც ჩვენთან ესე უყურება ხოლმე სამწუხაროდ არის მისი მერქნის, ანუ მისი ტანის, მისი სხეულის გამოყენება. არის ორი ძირითადი მიმართულება, ეს არის საწარმოოჭრა, რაც მისი პოტენციალი საქართველოს ბოლოდ არ გააჩნია საერთოდ და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გულისაშვილისა და უნივერსიტეტის რექტორის კეცხოველის მეშვეობით მოხდა ამის აგზავნა საბჭოთა კავშირს არ დაუწყეს საქართველოს ტყეები. დღეს აღნიშნული ნაწილობრივ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში, ნაწილობრივ ეხაც ხორციელდება, იმიტომ რომ ფიცრად დამუშავებული პროდუქტის ნამდვილად არ შეიძლება იქნეს გადამეტანილი. ჩვენ არც ამის ფუფუნება არ აქვს, იმიტომ რომ რელიეფი გვხვდება იმდენი რომ აქ მეწყლის და ნიადაგისგან დამცავი, ან ნიადაგის დამცავი ფუნქციას კი მნიშვნელოვანი, რომ არ შეიძლება საკმარისი რაოდენობა. არა თუ საწარმოო, ანუ აბეჯისთვის და პროფესიონალობის საჭირო მერქნის რაოდენობა არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია ჩვენ ასევე საკმარისი რაოდენობა გაიფურდებოდა და შეშით უზრუნველყოფის კუთხითაც კი. მე მაქვს ინფორმაცია მეცნიერების საკრად, იგივე ბატონ თემურ განზურაბის და სხვათა კვლევების თანახმად, რომ საქართველოს ტყეების ყოველწლიური ნამატი არის უფრო ნაკლები, ვიდრე თუნდაც მხოლოდ შეშის მოთხოვნილება და შეშის მოხმარება საქართველოში. ეხლა ხარ პოპულისტური ნაბიჯი იქნება დადგმული, ყოველწლიურად ადამიანების ოჯახების მიერ მოხმარებული შეშის რაოდენობა გაიზარდა, ანუ ნებართვის საშუალებად დაახლოებით 7-დან 15 კუბომეტრამდე და გაზდა მოხდა, ასე ვთქვათ, არასწორად კუბომეტრების რაოდენობა შეიძლება თვითონ სუსტად არ მახსოვს, მაგრამ გაზდა მოხდა და ეს გაზდა არ არის სწორი, იმიტომ რომ ერთია რომ ხაღალზე ადამიანს მიცი ამის უფლება, მაგრამ მანამდე გამოიყენოს რამოდენიმე წელიწადში, ანუ ასე ვთქვათ, კუბომეტრობით, კუბომეტრებით, კუბოს ასე ვთქვათ, შესაჭერის მასალას არ არჩევათ, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გამოიწვევს მეტ დაბინძურებას გარემოსი, მეტ განადგურებას ადამიანების ჯანმრთელობის და მართლა საკუბო მასალად თუ დარჩება მოსახლეობას, ესეც აკითხავენ. ამიტომ შეშის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი თემაა, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ჩანაცვლება მისი სხვა ალტერნატიული საწვავით, მათ შორის შეშაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი. შეშა არა ტყეში მოპოვებული, და ტყეს აღარ აქვს ამის საშუალება, მართლა ასე ვთქვათ, შილმა ნარჩენილი ტყეებისაგან ხშირ შემთხვევაში, არამედ პლანტაციებში მოყვანილი, პლანტაციებში მოყვანილი, ასე ვთქვათ, მერქანი, ანუ ხეები და დამზადებული შეშა. ეს ერთ-ერთი გამოსავალი, ამის გარდა გამოსავალი შეიძლება იყოს გაზიფიკაცია, ამის გარდა შეიძლება იყოს გამოსავალი ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ბიოგაზი, ქარის ენერგია, მზის ენერგია, რეგიონების მიხედვით მოხდეს შესწავლა და ენერგეტიკის მინისტრი კალაძე იმით კი არ იყო დაკავებული კერძო კომპანიების მობილობას ახდენს და მე ასე ვთქვათ, რომ ძირითადად ამთან დაკავებული ადამიანი, ხუდოხესისა და სხვა პროექტებიდან რაღაც როგორც შესაძლოა პირადი ინტერესები გააჩნია და ამთან დაკავებული, არამედ უნდა ფიქრობდეს ის და ეს სამინისტრო, რომ შეადგინოს საქართველოს ერთიანი ენერგეტიკული ბალანსი, სადაც მხოლოდ ელექტროენერგია კი არ განიხილება, არამედ ენერგიის ყველა წყარო, თბური ენერგიის მათ შორის, გაზის ენერგია იქნება თუ სხვა ენერგიის წყაროების და მოხდეს შეჯავება და შეფასება, რამდენი ენერგია ჭირდება საქართველოს მოსახლეობას შიდა მოხმარებისთვის და როგორ დააყოფილოს ეს ისე, რომ საბოლოო ჯამში მეწყერი და ვარცოფი და ასე ვთქვათ, სანაპიროს განადგურება არ მოყვეს თუნდაც ამას. რადგანაც ხუდოხეს შევეხეთ, მინდა რომ ვკითხო, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორია და კერძოდ სვანეთში მისი აშენება, რამდენად უსაფრთხო არის ის გარემოს დაცვის კუთხით. დავიწყოთ იქ საჭიროებაზე ვლაპარაკობდე. არსებობს თუ არა საჭიროება? საჭიროება არ არის, შეუფასებია დღეს მდგომარეობის ჩვენ დეფიციტი არ გვაჩნია და შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ არ არის საჭირო, დაუჭირდება თუ არა მომავალში უახლოეს 5 წელიწადში, 10 წელიწადში, 15 წელიწადში ენერგია და რამდენი ენერგია დაუჭირდება, ამის შეფასება და კვლევა არავის არ ჩაუტარებია, ამიტომ ამაზე საუბარი ან კალაძის სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან არის უბრალოდ არასერიოზული. ისინი არღვევენ ყველაფერთან ერთად საკუთარ საარჩევნო დაპირებასაც, რომლითაც
მათ დადეს პირობა, რომ საქართველოს დიდი კაშხლების მშენებლობა ატომოსადგურებთან ერთად უბრალოდ აიგრძელებოდა დიდი ჰესებისა და ატომოსადგურების მშენებლობის აკრძალვა. ასეთ ჩანაწერი იყო, რომელიც ჩემი ხედვით არის შესრულებული როგორც მათივე საარჩევნო პროგრამის მაშინდელი ავტორის, მაშინდელი კი რა ავტორის, იმიტომ რომ ჩვენ მე მუშაობდი მათთან, მათ თქონდა დაუწერე პროგრამა საარჩევნო განმეორების თავი, მეოთხე თავი და ეს პროგრამა ეკუთვნოდა კიდევ დოკუმენტს, რომელსაც ერქვა საქართველოს განმეორების კონცეფცია, რაც დაწერა ქართული ოცნების განმეორების ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი მე გავხდით. მაგრამ ეს ფრიობა დამიწყებულია, დარღვეულია და დიდი ჰესების მშენებლობა გარდა იმისა, რომ მინაშეწვეული არ არის და საჭიროც არ არის ამასთანავე აუმჩილის მოტყუების, ასე ვთქვათ, ნათელი მაგალითი, თუ კი ისინი ამაზე ხელს არ აიღებენ. მე მაინც მოუწოდებდი ხელისუფლებას, რომ ხელი აიღონ აუმჩილის მოტყუებაზე და საქართველოსთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტან პროექტებზე. მძიმე შედეგებზე აუცილებლად უნდა გითხრათ, რა შედეგები მოყვა პირველ რიგში დიდ კაშხლებს. დიდ კაშხლებს ახლავს დიდი პრობლემები, დიდი რისკები, დიდი ზიანი, დიდი მსხვერპლიც კი, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილება არის პირველი ასე თქვა ზიანი, რაც მოხდით კაშხლებს, იმიტომ რომ ტენიანობა იზრდება, აუცილებლად წყალი რომ მოსქელდება ზოგიერთ მინისტრს არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ ეს ალბათ აბაზანაში მაინც შემოჩნევია თუ სკოლაში ამოსწავლეა, იმიტომ რომ სარკეში რომ ჩაიხედავს და საკუთარ თავს ვერ დაინახავს დაურთულ სარკეში, მოხდება ხოლმე რომ წყალი ვრცლდება, ხო? როგორც ვიცი, ინტერნეტის ექსპერტიზამ დაასხმა, რომ არ იყო ის ზონა, რომ გაშენებული. ზონას თავი დავანებოთ, ზონას პრობლემაა ადგილობრივი პრობლემების სახეზე, მაგრამ დიდ კაშხლებს რომ დიდი აურთქლება მოყვა წყლის ეს ფაქტია, დიდი აურთქლებული წყალი მეტომეტეს ვიცი ხეობებში რომ უკან დაბრუნდება და საერთოდ უკან ბრუნდება ხოლმე. წვიმის სახით და სხვა ნალექების სახით ეს ფაქტია და ყოველთვის მოყვება ტენიანობის გარდა ჰავაში და ჰაერში. ამას მოყვება მეწყრებით და ესე იგი ღვარცოფების ზვავების გააქტიურება. ამას მოყვება ამასთანავე შესაბამისად როგორც პირდაპირ გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ბუნებაზე, ასევე აი ზვავების ასე ვთქვათ, ბუნებრივი დაზიანებული და დაღუპული ადამიანები და ბუნება განადგურებული. ამას მოყვება თუნდაც ელემენტარულად დასათმორად განწირული, მათ მხრიდან და იმედია ეს განწირული არ არის, ჩვენ ამის მიანები ვიძვით. და დასრულებული მივახცევთ კიდევ ერთ შედეგს, იქ არსებული ბუნების თავისთავად დაკვრა ეკლესიებთან, საფლავებთან, კულტურულ და და რამდენი სოფელი და რაიონი შეიძლება დაიყო. 21-მდე, ასე ვთქვათ, სოფელი და ნასოფლარი თავის კულტურული ძეგლებით 1000 ჰექტარამდე ტყე და მრავალი სხვა არქეოლოგიური ძეგლი თუნდაც არის მხოლოდ დათხოვებით განადგურებისთვის გაგრძელებული, თუ კი ამ პროექტს ჩვენ დავუშვებთ და მე ვფიქრობ, რომ მოხდეს. ამის გარდა, როგორც ვთქვით, კლიმატის ცვლილება შეეხება ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოსი, როგორც პირდაპირ, ანუ უშუალოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდება ტენიანობის და მთელს პარალელში ფაქტობრივად, არამედ გრევის შემთხვევაში, რის საფრთხეც არსებობს, მოგებრივად დაზიანდება და განადგურდება იბერეთის და სამეგრელოს მნიშვნელოვანი ნაწილიც. ამის რისკი კი ძალიან მაღალია. ძალიან მაღალია, იმიტომ რომ თვითონ სვანეთი და საქართველო აი კითხავთ ზუსტად ზეგან რომ ის ზონა არის თუ არა უსაფრთხო იმისთვის რომ აშენდეს ხუდახესი. კი, უბრალოდ მე დავიწყებთ რომ საერთაშორისო არსებობს და თუ არსებობს უნდა დაადასტუროს, იმიტომ რომ ჩვენ ერთი არ ვიცით რამდენი ენერგია დაგჭირდება, მეორე გვაქვს სხვა წყაროები ელექტროენერგიისა, მაგალითად დიდი კაშხლების გადაიარაღება და გაწმენდა ინვესტიციებად თანათან ჩამოტაնել ნაშალი და ნატალი მასალა ყორობით და ლოდებით უკვე იძლევა 2.5-5 მეტ ენერგიას, მაგრამ კონკრეტული რისკები კონკრეტულ ტერიტორიასთან მიმართებაში ასე ვკითხეთ, ეს უკვე დამატებით ეყოლა, იქამდე არც უნდა მივიდეს ეს საკითხი მეთქი, მე ვთქვამი, იმიტომ რომ სხვა წყაროები გაგვეშნე ჩვენ არ ვართ გამოვალ მდგომარეობაში, რომ ეხლა ან დიდი ხისი, ან დიდი კაშხალი და ან უნდა ვიდეთ სიგნალებში და დავხოცოთ, ხო? ესე სიტუაციაში არ ამბობ, როგორც გვაჩვენებდა. მაგრამ ისინი როცა მიდის კომპეტენტური დავა და ჩემთან ქონია კამათი მაგალითად დებატებში იგივე მოადგილეს კალაძე გავაფის, როგორც ეს ჩემთან დებატებს, მისი მოადგილე იყო ერთხელ გაბედა დებატებში ყოფნა, ეს არის ილიადოშვილი, მან აღიარა, რომ მათ არ აქვს ზოგადი ასე ვთქვათ შეფასება და პოლიტიკის გასაზრდელი დოკუმენტი საჭიროებებთან დაკავშირებით და შემდეგ ერთგულ განვითარებასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი დღესაც რეალურად არ არსებობს, ამიტომ აი ესე დეტალურად მოქმედებენ ფრაგმენტულად ალაგ-ალაგ და რჩება შტაბის-კვლევა, რომ მათ პირად ინტერესები ამოძრავებთ და არა ის თუ რა მოვა შემდეგში ბუნებას ადამიანებს და მთლიანობაში სახელმწიფოს და რას დაკარგავს, ვთქვათ 10 წლის პერსპექტივაში და რას მიიღებს აქედან. დანაკარგი იქნება გაცილებით მეტი, როგორც მსხვერპლი, ასევე ეკონომიკური დანაკარგები, იმიტომ რომ ტურიზმი დაზიანდება და ვეღარ გავითარდება დაწყობილ ტერიტორიებზე, ვეღარ გავითარდება სოფლის მეურნეობა, ვეღარ გავითარდება მთელი რიგი დარგები, რომელიც მეტი შემოსავლის მომტანია ცოტა უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ვთქვათ ამ ხესების შენებლობა და ხესების შენებლობაზე ისინი საბოლოო ჯამში აღიარებენ, რომ ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის და ჩვენი სინათლისთვის კი აკეთებენ, რომ არ დენის გაიაფებას გვერდებიან, არც მეტი ელექტროენერგიას გვერდებიან, ისინი გვერდებიან 50-60 რამდენიმე მილიონით მეტ ლარს ბიუჯეტში. ბიუჯეტი კარგი რამ არის, მაგრამ ბიუჯეტში ერთი წლის ბიუჯეტის ასე ვთქვათ ხვრელის ამოსაგმოვნად არ არის რა საქართველოს დათხოვება და ეს არის შემოიფარგლება მხოლოდ სვანეთით. იგივეს ნამოხახესის სახით აპირებენ რეჩხუბში, იგივეს აპირებენ აჭაში, იგივეს აპირებენ ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩამოხდნენ თუ არ მოყოფა. ნამდვილად არის რომ ეხლა ცოტა ხნით ჩვენ ქვეყანა
ასე ვთქვათ, ბიუჯეტის პრობლემები მოაგვარებინათ და იმის გამო რომ ეკონომიკის სხვა დარგებში არ თმობენ ან ვერ ეთმობათ რომ განავითარავენ, ან არ შეუძლიათ, ამიტომ ბიუჯეტი ცოტა შეავსო, მიწების გაყიდვისა და მიწების და ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობის ხარჯზე. ისე დიდი რაოდენობით მიწა და ტერიტორია დაგვრჩა თქვათ იგივე რუსეთმა და ნამდვილად არ ღირს ახლა კიდევ საკუთარი ხელისუფლების მხრიდან იგივე პოლიტიკის განზილებით დავყარბოთ რაც დაგვრჩა, რაც დაიწყო სხვათაშორის სააკაშვილმა და სააკაშვილამდე დაიწყო სხვათაშორის კომპარტიამ და კომპარტიის პროექტი იყო სწორედ უდოხესი კომპარტიის პროექტი იყო რამახოხესი და სხვა და იმ კომპარტიას და იმ ხელა იმპერიას ქართულმა ხალხმა სხვათაშორის უარი ათქმევინა უდოხესის შენებლობას და უარს ათქმევიან დარწმუნებულად ეხლაც. შენ ასევე ხარ ადამიანთა უფლებების დამცველი. რა ხდება მხრივ საქართველოში არის თორე დარღვევები მათი უფლებების და ხდება კიდევ ახალგაზრდობაში. რამდენად იღებდა ახალგაზრდებში უფლებები ხშირად აჩერებენ როგორც ვიცი პოლიცია მათ, ჩხრეკის მიზნით, ასევე ხდება ნარკოტიკების ჩადება, ცემა მათი, წამება, რამდენად ხშირია ესეთი შემთხვევები, მე როგორც ადვოკატი ძალიან ხშირად მაქვს ესეთი მომართვები და რამდენად ხშირია თქვენთან მომართვები ასევე ამ მხრივ. კი ბატონო, სამართლიანო მოითხოვს რომ ძიმე დარღვევები, განსაკუთრებით რაც შეეხება სისხლის მოსპობას, შემცირდა. სამართლებრივ ფაქტებზე არის ინფორმაცია, რომ დადასტურებული ბოლომდე არ არის, მაგრამ არსებობს და გადამამუშავება საჭიროებს, მაგრამ უმძიმეს დანაშაულებებთან დაკავშირებით შემცირებულია ადამიანის დარღვევები, მასობრივად ქუჩაში აღარ ხოცავენ ახლა ისე როგორც სააკაშვილის პერიოდში ადამიანებს და ციხეში წამება ესეთი ჩაურებული ამბავი აღარ არის, თუმცა ერთი ორი ფაქტი აქაც გამოჩნდა და უკვე ძალიან შემაშფოთებელია მიჯაჭვური ადამიანების ფაქტი იყო მაგალითად. თუმცა სხვა ტიპის დარღვევები არის ისევ შემორჩენილი და საკმაოდ მასობრივადაც მეც ბევრი ინფორმაცია მიმიღია. უკანონო ასე თქვა ჩხრეკის, ნარკოტიკებისა და სხვა უკანონო საშუალებების ჩადების თაობაზე და ესეც არ არის მცირე პრობლემა, იმიტომ რომ თუ ჩვენ ეხლა მოქალაქეების დავზრალდით ან მათი უფლებების დამცველები ან ადვოკატები ეხლა ამაზე დავხუჭებთ თვალს, ეხლა არ მოხდეს საკმარისი რეაგირება, მაშინ ამას თანამდებობად ფუძობუმძიმე დანაშაული მოყვებით. ეს ლოგიკაა. ერთის მხრივ წინამორბედი ხელისუფლების დანაშაულების არ დაჯდა და დაჯერების ძალიან ცოტა გვინახავს, ხოლო მეორეს რომ მსგავსი ტენდენციების და ასე ვთქვათ ცდილობების სახელზე არსებობა უკვე წინაპირობა სულეთ საკმარის წინაპირობა ეს აიმისოთ რომ ახლა და მომავალში იგივე განმეორდეს. ამიტომ დროზე უნდა შველა სხვათა შორის ხელისუფლებასაც და საზოგადოებას. ხელისუფლებას წესით და რიგით თუ მათ აქვთ კეთილგონიერება არ უნდა აწყობდეთ იგივე გზაზე წასვლა, რაც ეხლა ხალხს ნახეს როგორ დაამთავრა სააკაშვილმა, ყოველში ხელისუფლება დაკარგა საზოგადოების ნობა დაკარგა ხარდაჭერა და მოიმედინა რომ მათ ყოველდღე ფული შეუნა და ძალას კამი შენარჩუნება არ ადარდებთ. ხო, ალბათ ხალხის ყოველის შენარჩუნება უნდა უნდოდეთ წესით, ხარდაჭერის შენარჩუნებას და ნორმალური და თავისუფალი მომავალი და როგორი ქვეყანაში გადახვეწა თუნდაც პოლიტიკური თავისუფლების როგორც ადეიშვილმა ეს მოახერხა, თუმცა ეს ძალიან ძნელია და ფიქრობ პროკურატურის სუნციის სისუსტის ბრალი არის თუ თქვა თავრობის არა. ბატონო, ძალიან მინდა რომ ვკითხოთ ასრულ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან ცუდი სიტუაცია დღესდღეობით შექმნილი და საიდან მოდის ეს სიტუაცია და რამ განაპირობაა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა მათი და რა არის გამოსავალი? პირველ რიგში ეს არის მართლა შუა საუკუნოვანი ძალადობა, იმაში და შუა საუკუნეებში იყო ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ ევროპაშიც. მართლა აღაზრდელია, მართლა გაუგონარი და წარმოუდგენელია, რომ ეს ეკლესიის ხოცავდნენ ადამიანებს და ამ ყველაფერზე პრინციპში ვინ არ გინდა მსოფლიო, მათ შორის ცივილიზებული სამყარო რეალურ რეაგირებას არ ახდენდეს. რამ გამოიწვია და მისგან მართულია ფუნდამენტალისტების ჯგუფი, რომელიც თავის თავს უწოდებს არაბულ მუსლიმურ ხალიფატს, ეს მართლა ძალიან რთული საკითხია. მაღალი ალბათობით ისინი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ, იმიტომ რომ მათ შედებათ იარაღი, მათ შედებათ ფული, მათ შედებათ ხარდაჭერა და ერთის მხრივ შეიძლება ვთქვათ, ბევრი აკრიტიკებდეს იგივე შეერთებულ შტატებს დაუშვათ ერაყის კონფლიქტში ჩაბმის გამო და შეიძლება დაცულობენ მეცვეთაფრობოდნენ მათ და იგივე ალბანეთთან მიმართებაში, მაგრამ მეორეს მხრივ იმ ფონზე, როცა განცილებით ნაკლები ინფორმაციის ფონზე ხდებოდა ჩარევები, თუნდაც იგივე ლიბიის შემთხვევაში გაურკვეველია თუ აქ რატო არ ხდება სპეცოპერაციების ჩატარება. არ გამიგოს ისე რომ ეს ამას მაგალითად საჰაერო დამოგვისკენ უწოდებები ეს რა თქმა უნდა ყოველთვის მიუღებელია და ასეთ ფაქტები მიუღებელი იყო მაშინაც და სხვაშორის განკუთვნებია კიდევაც, ჯერ კიდევ 2003 წელს, მაგრამ გარკვეული სპეციალური ძალების გამოყენებით, არ ვიცი, საერთაშორისო შეთანხმება შეიძლება ამაზე მოხდეს ყველა ძირითადი მოთამაშის ეგრეთ წოდებულ შორის, მსოფლიოს მოთამაშეებს გულისხმობ, შეიძლება ალბათ ტერორისტული ოპერაციების დაგეგმვა. შეიძლება ეს იყოს იგივე თქვა ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის და თქვა იგივე ევროპის
შეთანხმების ნაწილი, იმიტომ რომ ამის ყურება ესეც ხმარას რომ დღისით მეთოდებს ბავშვებს ხოცავდნენ, წარმოუდგენელია და არ შეიძლება რომ საკუთარ პოლიტიკურ ბიზნესს დიდმა სახელმწიფოებმა ასე თუ გადააყოლონ ეს ამდენი ადამიანის ცოცხლე. თუმცა მხოლოდ მათ პასუხისმგებლობა ბუნებრივი ვერ იქნება, არის აქ ფუნდამენტალიზმის აშკარა მონაწილეობა, ფუნდამენტალიზმის და ისლამის სახელით, რომელიც არის სინამდვილეში მშვიდობის მოყვარე რელიგია, ისეთივე როგორც ყველა ტრადიციული რელიგია, ადამიანთა ჯგუფი ახორციელებს ნაწილობრივ ალბათ ნაწილს გონება დაბნელებული, ნაწილს პირადი ინტერესები. ხომ მაგალითად ესენი მესამე მსოფლიო ომისთვის არ ვიცი, ვერ ეკეთვე, ყოველთვის თუ დამოუკიდებლად მოქმედებენ მათი ხმედები, ალბათ აქამდე აღვეძინა ყოფილიყო რაღაც ფორმად ამის ზომები და პრობლემები არსებობს, თუ მათ უკან დგას რომელიმე სახელმწიფო ან პოლიტიკური სოფლიო მოთამაშე, ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა და შესაძლებელია მართლაც იყოს წინაპირობა უფრო მასშტაბური კონფლიქტების. რა შეხედავ გამოსავალს? გამოსავალი, როგორც გითხარით, უნდა იყოს სოფლიოს ძლიერი ქვეყნების რაღაც შეთანხმებაში, რომელიც უნდა გამოიხატოს საბოლოო ჯამში ამ ჯგუფების შეჩერებაში, იმიტომ რომ ეს წყარო დაშვიდეთ ამის პრობლემა არ შეიძლება ამ სახეობ კიდევ ერთხელ დაბომბონ ისინი, იმიტომ რომ დაბომბას როგორც წესი უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლე ეწირება, თუმცა დამაშავების დახოცვა არ არის სწორი, დაკავება შეიძლება იყოს სწორი, მხოლოდ, მაგრამ სპეცოპერაციები ჩატარება შეიძლება იყოს გამოსავალი, რომელიც უნდა იყოს მართლა ფართომასშტაბიანი შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული, ისე რომ მართლა მესამე მსოფლიო ომამდე არ მივიდეს. ბატონ ლაშა, ძალიან მინდა გითხოთ, ამ ჩემს გადაცემაში მყავდა სტუმრად მამა ანთიმოზი, რომელსაც დაუსვისდი კითხვა, თუ რატომ უწევდნენ LGBT-ებს ძალიან ხშირად რეკლამირება სხვადასხვა ტელევიზიებში და ჟურნალებში. და ამის საპასუხოდ ძალიან ცუდი სიტყვებით, უშუალო სიტყვებით, არ ვიცი, ამას ვერ გავიმეორებ, LGBT-ს ორგანიზაციის სახელით YouTube-ზე და ძალიან ცუდი კომენტარები ჩემს მიმართულებით და ითვლება თუ არა კითხვის დასმა, თუ რატომ ხდება ასე ხშირად რეკლამირება ტელევიზიებში, მათი უფლებები ილახება თუ არა, ჩემი კითხვის დასმიდან გამომდინარე, როგორც უფლებადამცველს გეკითხებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულია, მათ შორის ამ ადამიანებსაც, მაგრამ თქვენი შეკითხვაში მე პირადად ვერ ვხედავ მათი უფლებების შელახვას, იმიტომ რომ თქვენ არ მოგიწოდებიათ მათ წინააღმდეგ რაიმე დანაშაულის ჩადენის საკითხი არ მოგიწოდებიათ, თუ ისინი როგორც მე მოხდი უარყოფით კონტექსტში არ მოგიხსენებათ, თქვენი აზრი, თქვენი კი ასე ვთქვათ, ის კითხვა დასვით, რომელიც თქვენ გაგიჩნდათ და აქედან გამომდინარე მე პირადად არ ვიმეშნე, რომ რამენერად მათი უფლებები დაარღვიათ. რაც შეეხება თქვენ წინააღმდეგ შევარდნობას, ბუნებრივია როგორც მათ გააჩნიათ უფლებები, ასე თქვენ გააჩნიათ უფლებები და არასდროს არ აქვს ასე ვთქვათ უფლება ბოდიშ ტექნოლოგიისათვის, რომ თქვენ შევარდნობა გარდა იმისა, რომ გლობალური ხარჯების პლანეტად შევესწრებით თქვენ დაცვას, როგორც პროდუქტით დავალოთ, რომ შევარდნობას უპასუხოთ ცივილიზებულად, როგორც მიღებულია ამის საჩივრის და საჩელის შეტანით საკანონმდებლო ორგანოებში, ასე რომ ეს არის ჩემი მოკლე შეფასება. თუმცა უფლებებზე შეიძლება ითქვას საუბარი ბოლომდე ასე ვთქვათ ვერ მივიყვანე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სფეროში სერიოზული პრობლემები დარჩენ. მხოლოდ ჩხრეკა და მხოლოდ დაკავების პრობლემები არ არის სახეზე, არის სახეზე ძალიან ბევრი სამოქალაქო უფლებებთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევის ფაქტები, ეკოლოგიაზე ბევრი ვისაუბროთ და არ გავაგრძელებთ, ეკოლოგიური უფლებების ადამიანის უფლებების ნაწილია, მაგრამ იგივე იპოთეკარებთან დაკავშირებით არსებული ვითარება ძალიან მძიმეა, იგივე სხვა დაზარალებული ჯგუფების მდგომარეობა რთულია. არის ცალკეული ფაქტები ძალადობის იგივე გარემოვაჭრეებთან მიმართებაში და ასეთი ფაქტები ამ ხელისუფლების პირობებში დაუჯერებლად რჩება, რაც ძალიან ცუდია და განდენის რომ ამ ადამიანებს აქვს უფლება ერთად დაცული, როგორც ყველა სხვა ჯგუფს, ასევე თუ არ იქნება რეაგირების საგანი ახლო მომავალში მაინც კიდევ უფრო დამძიმდება. არის მთელი რიგი პრობლემები კიდევ სხვა ჯგუფებთან მაგალითად 9 აპრილის დაზარალებული ჯგუფი ასევე მიტოვებულად ნობს თავს ის მერი ადამიანები, ვინც მართლა ჩვენ დამოუკიდებლად მოგვიტანა დღეს, როგორც წესი მინიმალური სოციალური გარანტიების გარეშე არიან დარჩენილი. არის პრობლემები ნუთა სფეროში და ბევრი პრობლემა არის სახეზე შემორჩენილი. ის რომ დღეს ასე ვთქვათ ციხეში ცოცხლები აღარ ადამიანებს და ქუჩაში ჯერ არ ყლავენ, რა თქმა უნდა დიდი შეღავათი არ არის, კარგია, მისასალმებელია, უბრალოდ ამ მიღწევას ჭირდება გამყარება და უფრო მეტი და მეტი შედეგის დადება და არა უფუსვა, თულმანი დარღვევებზე თვალის დახუჭვა, აუცილებლად მომავალში უფრო მძიმე დარღვევებს მოიტანს და ხელისუფლებას სოციალური კულტურის განსაკუთრებით სერიოზული პასუხისმგებლობა და მთავარი პასუხისმგებელი გახავთ და გააჩნია შესაბამისად და მინდა გითხრათ, რომ მართლა უხერხულად გამოიყურება ძალიან აი საერთო სოციალური სიძულვილის პრობლემების ფონზე, როცა საუბრობენ იმაზე, რომ ვერ მოუგვარებენ უფრო მეტ პრობლემას ვერ გადაჭრიავენ და ეხლა გადაიჭრა, ის
მართლაც ავაცახსენებელი და მრავალჯერ ნახსენები, პრემიები, სხვა ასე ვთქვათ ფუნდამენტის საგნების გამოყენება და შეძენება ბიუჯეტის ხარჯზე, რომელიც სახელზე არის ღემდე და უბრალოდ სახელი გადაერქვა პრემიუმს აღარ უძახიან და თანამდებობის სარგოს უძახიან, უბრალოდ სხვა თუ არაფერი, როგორც შალო რამიშვილი იყო და რომელთანაც დაკავშირებული ბევრი ჯერბოთეზეც გამოჩნდა, მაგრამ ბევრი საინტერესო და კარგი საქმეა გაკეთებული, უბრალოდ ტრეხავს 5-1000 და 1000 ლარიანი პრემიების აღება ყოველთვიურად მithumetes, თუმცა თქვენ გვერდით ადამიანებს არ აქვს თუნდაც მიღებული ოპერაციის ჩატარების ხარჯი, როცა საშუალება, როცა ადამიანები ქუჩაში ცხოვრობენ, როცა მართლაც რეალური შიმშილის პრობლემა ქვეყანაში დგას და შიმშილი მარტო ფულის შოვნა და პურით არსებობა პირდაპირ შოვის არ არის, იმიტომ რომ ესეც ზოგს უჭირს, მაგრამ მხოლოდ პულისზე და პულის ხარჯზე ცხოვრებას ჯანმრთელობას ძალიან უნებს და ცილოვანი შიმშილი იწვევს ბევრ დაავადებას, მათ შორის ისინი დაავადებას რო იწვევს. ისაც არის და გაითვალისწინებს. რადგან ჩვენ ტელევიზია არის ახალგაზრდული და ძალიან მეკითხო ახალგაზრდული თემებთან დაკავშირებით. ამდენ აქტიურად მიყვნენ ახალგაზრდები ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და რატომ უნდა იყვნენ ისინი ჩართულები და რას ურჩევდით მათ რა დროს მიყვნენ ჩართულები, როგორი მოქმედონ და რა სტრატეგიებით იპოლიტიკოსონ. რაც შეეხება იმას თუ რატომ უნდა იყოს საერთოდ ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანია, ჭყალებში ძველგაზრდას და შუახნისაც, ხო? ამაზე პასუხი ალბათ ძალიან მარტივი და ელემენტარული, რომ twins უბნევენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდა ნაკლები გამოცდილება აქვს, twins ურეცხავენ დიდი ხნის განმავლობაში, რაც მახსოვს ჩემი თავი შევარდნას პერიოდიდან მოყოლებული და ალბათ მამამდეს ესე იყო. რო დაეუნებიან რომ აი პოლიტიკა არის ბინძური, პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო, პოლიტიკა ცუდია, მხოლოდ შენი საქმე გააკეთე, შენ საქმეს არ გააკეთებინებენ, არ გაცხოვრებენ, არ გაცოცხლებენ ხანდახან პედაგოგიშვილობით პოლიტიკოსები თუ რატომ მიაჩნიათ რომ პოლიტიკა არის ცუდი და ბინძური? არა, პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება. საიმისოდ რომ პოლიტიკა დაიტოვოს სათავისოდ, შესაბამისად ბიუჯეტი დაიტოვოს სათავისოდ, ქვეყნის მართვა მთავარი საკითხები გასწრება დაიტოვოს მხოლოდ თავისთვის და არ კითხოს შენ, არ კითხონ მე და არ კითხონ სხვას. ამიტომ ზედმეტი ესე ვთქვათ პირების მონაწილეობა მთავარი საკითხების გადაწყვეტაში და პოლიტიკაში პოლიტიკური მმართველობა წვითავს ყველა საკითხს. გარემოს დაცვაში, ადამიანის კვლევებში, ეკონომიკაში, სოფლის სასამართლოში, სასამართლო თავარი ორგანო სასამართლოში მარასწორია. ამ შემთხვევაში ნებისმიერ სფეროში, ფინანსებში წვითავენ საკითხებს პოლიტიკოსები. თუ ამ პოლიტიკოსებს აკონტროლებელი არ აქვს, თუ არ ყავს სტუდენტი უნივერსიტეტს, რომელიც მოსთხოვს მას, რომ ფული მაგალითად მათ მიერ გადახდილი გადასახადის ნაწილი მაინც დაიხარჯოს იმაზე, რაც ჭირდება ამ უნივერსიტეტს, მაგრამ კარი ჭირდებოდეს, პანჯერა ჭირდებოდეს, მეტი კომპიუტერი ჭირდებოდეს, მეტი პროგრამა ჭირდებოდეს, ან ასე ვთქვათ, რაღაც მეტი ჭირდებოდეს, რაც აუცილებელია და არა მაგალითად რაღაც ასე ვთქვათ, მხოლოდ გასართობი ღონისძიება, მხოლოდ ღონისძიება, რომელიც რეკლამას უწევს პირადად რომელიმე რექტორის ან მმართველი პირის საქმიანობას, მაშინ ბუნებრივია ის ესე მოიქცევა. ამიტომ ჩვენ უნდა მოითხოვოთ, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ როცა ვითხოვთ, რაც ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტში იქნება ეს უნივერსიტეტის გარეთ, ეს ასე ვთქვათ, არის ფაქტობრივი პოლიტიკა. პოლიტიკა აღნიშნავს მხოლოდ პარტიულ პოლიტიკას. თუმცა პარტიულ პოლიტიკასაც თავისი ადგილი აქვს და მრავალპარტიულობაშია სწორედ ხსნა, იმიტომ სხვანაირად ერთპარტიულობა ყოველთვის უყავს და ცნობილი გამოთქმის არ იყოს ძალაუფლება რყუნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყუნის აბსოლუტურად. ამიტომ ყოველთვის იყავთ აქტიურები, იბრძოლეთ თქვენი უფლებისთვის, თქვენი მეგობრების უფლებისთვის, გარემოსთვის, ბუნებისთვის, ადამიანებისთვის, თუნდაც ცხოველებისათვის, იმიტომ რომ ისინი ცოცხლები არიან და ასევე გააჩნიათ უფლებები, რადგან თქვენ თუ არ იბრძოლებთ, ეს ყველაფერი აუცილებლად დაზიანდება, შეიძლება დაიღუპოს კიდევაც და განადგურდება. შესაბამისად, პოლიტიკაში მონაწილეობა, რაც მეტი ადამიანის მხრიდან იქნება გასწნობიერებული და განხორციელებული, მით უკეთესი, იმიტომ რომ რაც მეტი მონაწილეობს საკითხის გადაწყვეტაში, მით უფრო რეალურია ალბათობა სწორი განწყობის მიღებისა. და ამას ვინც ეწინააღმდება და ვინც გეუბნებათ, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოთ და ბინძურია, ჩათვალოთ თავად არის ბინძური და უნდა რომ თავისთვის იბინძურე უფრო ბნელ ოთახში შეინახოს და თვითონ გადაწყვეტოს თქვენს გამიგოთ ყველაფერი, რაში თქვენი ჩართულობა არ უნდა და ამიტომ გრიყავთ ასე ვთქვათ პოლიტიკური ცხოვრებიდან. და ისე არისტოტელეს ცნობილი ასე ვთქვათ ნაწარმოებებით შეგვიძლია გაიხსენოთ და მოიყვანოთ ხოლმე მაგალითად მათ შორის მისი გამოთქმა იმის შესახებ, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია. ცხოველის შემთხვევაში არისტოტელე ცნებას არ გულისხმობდა, ის გულისხმობდა ცხოველს როგორც ცოცხალ არსებას და ამის სინონიმად არის გამოყენებული მის მიერ ამ ფრაზაში დარწმუნებულია სიტყვა ცხოველი. ლაშა რელიგიური ტექსტებში და ქრისტიანობაში ხშირად ეს სიტყვა გამოიყენება ხოლმე ცოცხალი არსების. როგორც ვიცით, შენ ადრეულ ასაკში დაიწყე ტელერადიო მოწყობილობაში მუშაობა. ამ განაპირობა ეს და დღესდღეობით რა საქმიანობა? კი ბატონო, უბრალოდ ორს წყოს დავამატებდი, ცხოველთან დაკავშირებით, მე ცხოველები ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი.
რა თქმა უნდა, მე ვარ მართლმადიდებელი, ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში და ვცდილობ რომ კარგი მართლმადიდებელი ვიყო, მაგრამ მე ამჭამ ცხოვრებს. ადამიანები რა შესაბამისად პირველი რა თქვი იქნება გამომდინარე, გასაძლებლად იმაშნია, სხვადასხვა არსებები, მაგრამ ცხოველები უწოდებოდა, სხვას არ უწოდებ, აღმოშლილი, მაგრამ ერთად ამჭამ ცხოველებს და ესეთ იმას აქ შემოხდა, როცა პროფესია არჩია და ბრიტანელი ვარ, შენი არ იყოს ამის ფამილია და ზოგადად შორიდან მოუარე, შეიძლება ასე გამოვიდა. რაც შეეხება ტელესამყაროების პერიოდს, ესეც ძალიან უცნაური რამ იყო შეიძლება ვინმესთვის, მაგრამ მე ვთქვი ყოველთვის ჩემი პრინციპები, ჩემი შეხედულებები, ჩემი ქვეყანა, ადამიანები, ბუნება, საკმაოდ აქტიური ხარ და ენდამახვილიანი ლაშქარი. თუნდაც ცხოველები დამეცვა ყველგან, სადაც ამის საშუალება მეძლეოდა. ესე მოხდა რომ ჩემს ქვეყანას ვიყოლდი მე გადამეტების გარეშე დაჭირდა ჩემი თავი მართლაც ამ შემთხვევაში ტელეფრონტზე და მედია ფრონტზე, რომელიც საზოგადოების პრაქტიკულად სრული დამარცხებისა და კრახის პირას იყო 2004-2005 წლებში. მაშინ სააკაშვილის მმართველობა გადავიდა პირდაპირ შეტევაზე მედიის წინააღმდეგ. პრაქტიკულად აღარ იყო დარჩენილი არც ერთი არხი, სადაც ხელისუფლება არ აკონტროლებდა სიტუაციას. არსებობდა კავკასია, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა საფინანსო რესურსები და არსებობდა ახალშექმნილი ტელეკომპანია 220. სხვა ყველა არხზე იყო აბსოლუტური დუმარება, მათ მიერ კონტროლირებად არხებზეც კი რაღაც ჩამოთვლი. პირდაპირ ეთერს უბრალოდ პოლიტიკური და საზოგადოებრივი თოქ-შოუებისთვის გრძალავდნენ. ჩვენ გვახსოვს პირდაპირ ეთერში დაყოლილი თოქ-შოუები ინაიშვილის, რომელიც ბუკერიამ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად დაემუქრა, ესე გამოვიდა ეთერში და მეორე დღეს დაიხურა. ჩვენ გვახსოვს ავტომატიანი ხალხი იბერიაში, ჩვენ გვახსოვს მეცხრე არხი, რომელიც დაიხურა გარკვეული მიზეზების გამო, გვახსოვს ბევრი სხვა ამგვარი მოქმედება და ბოლოს სხვა იბერიის ზარბევა კომბინაცია. მაგრამ 2002-2005 წელს ესე გამოვიდა, რომ კავკასიის ასე ვთქვათ თან ერთად, კავკასიის არ ქონდა მასშტაბები, 2002 იყო გაცილებით და ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, სადაც იყო ერთ-ერთი პრაქტიკულად თითქმის ერთ-ერთი ინდოეთის პოლიტიკური საზოგადოებრივი პოლიტიკური დებატები. და ამ ტელეკომპანიის და დებატების წინააღმდეგ ჩაკეტებული ήταν პროვოკაცია, რომელსაც როგორც ჩანს სამწუხაროდ შავარანიშვილი წამოიღო, მაგრამ მას მოუწყვეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ტელეკომპანია განჩერებიათ და მის მიერ წაყვანილ ტელე-თოქ-შოუ ერთ-ერთი პრინციპში იმ დროისათვის ფაქტობრივად დაყრდნილი იყო. შემდეგ დირექტორ კაკაბაძეს, რომელიც ჩემი მეგობარია და თანამებრძოლი იყო ეკონომიკურ თემატიკაზე ადამიანის პროექტთან დაკავშირებით, მოუწია წაყვანა გადაცემის, ის არის წერალი პუბლიცისტი, შეიძლება გარკვეულწილად თუ ახლოს ყოფილიყო ტელესამყაროებასთან, მაგრამ ის არ იყო პროფესიონალი. გადაცემის წაყვანა ორი კვირა მიხავდა და მას თავი მოუწეხეს. და ნუ ახლა გასაგებია რომ მე ყველაფერზე გული შემდგრია და ზოგადად როგორც ქვეყანაზე გული შემდგრია, რომ თავისუფალი მედიის გარეშე თავისუფლება და განვითარება არ არსებობს, ასევე როგორც მეგობარი მოვინახულე ირაკლი და მისგან მივიღე შემოთავაზება მეორე მესამე სიტყვაში რომ წამოყვანა დებატები ტელეკომპანია 220-ზე მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ იკითხე რა თქმა უნდა რატომ მეთქი, იმიტომ მე არ ვარ ჟურნალისტი, პასუხი იყო ძალიან მარტივი, მაგრამ მძიმე რომ თუ არ წაიყო და დაიხურება, ამის დახურვა ნიშნავდა ფაქტობრივად ბოლო თავისუფალი ტელევიზიის დახურვას. და ნუ მე გავეც პასუხი რომ დიდი და როგორც ამბობენ გამომივიდა 4 წლის განმავლობაში მე მყავდა ტელეკომპანია 220-ზე დებატები, შევინარჩუნეთ ამ ტელეკომპანიის დამოუკიდებლობა, რეიტინგი და საზოგადოების მით საშუალება ქონდა და ყოლოდა ასე ვთქვათ ის ქონდა უბრალოდ ის დემოკრატიის ჯიხური, როგორც მას დაარქვეს მანამდე, რაც მაშინ მართლა ჯიხური იყო, მაგრამ სხვა არ არსებობდა. ტელეკომპანია იმედის მხრიდან საინფორმაციო ველის გახსნა და თავისუფლად ინფორმაციის გავრცელება დაიწყო სწორედ აი ამ პერიოდში. ეს იყო ყველაზე კრიზისული პერიოდი 2005 წლის მეორე ნახევარი და ჩვენ აი როდესაც ტელეკომპანია და მის თავისუფლება ბოლომდე იმ ეტაპამდე გველებით, აი სწორედ იმ პერიოდში მოხდა გარდატეხა და იმედმაც და მისამხობლობას გააცნდა, როგორც ჩანს აღარ მოვიდებოდა ხელისუფლებას ამ კონფრონტაციას და ღიად დაიწყო ინფორმაციის გავრცელებას, რომ ეს გარდამავალი ეტაპი ჩვენ გადავაგვარეთ. 202 შემდეგ იყო ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენ ასე ვთქვათ ტელე-რადიო წამყვანობის კუთხით. შემდგომ იყო 2010 წელი, როდესაც მე გამიშთა სურვილი ჩემი გამოცდილება ამ სფეროში, საკმაოდ წარმატებული როგორც ამბობენ, გამომეყენებია გარემოსთვის საკითხების პოპულარიზაციისათვის და ტელეკომპანია ობიექტივ შევთავაზე, რომ გამეკეთებია მათთან გადაცემა თოქ-შოუ ერთადერთი, როგორც ეხლა მოხდა ალტერნატივაზე და ერთადერთი არის ტელე-თოქ-შოუს სახით. რადიო თოქ-შოუს სახით ეკოლოგიის სფეროში, გარემოს სფეროში, რადიოში არსებობს, მაგრამ ტელევიზიაში არ არის. მაშინაც ეს თვე შევთავაზე, ეს თვე შევთავაზე გავუკეთებ ობიექტივს, ბართან მიყავდა წელიწად ნახევარი, ჩვენ მიყავდა საკმაოდ დიდი ხანი, ალბათ თითქოს 1 წელი ეს გადაცემა, მადლობა რომ ასევე პრინციპულად მიცემდი ამ სფეროს და ადამიანებს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს არ ესმის, მაგრამ ჩვენ დიდ საფას ვაკეთებთ, იმიტომ რომ
ადამიანის სიცოცხლე შეიძლება მოისპოს არა მარტო მათ უფლებების დარღვევით, მაგალითად ტყუის გასროლით, არამედ მათი მოსწავლეთაც და მათი გარემოს განადგურებითაც. და მადლობა, იმიტომ რომ მე არასდროს ხედავდი რომ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ მცდელობები იქნებოდა, შენ არ დაგიხედია უკან, არც გადაცემაზე გითხოვს უარი და არც ვინმეს პოზიციები გაგიზიარებია და ასეთი ბევრი იქნებოდა, იმიტომ რომ კომპანიას და ბევრი ხელისუფლების წარმომადგენლს არ ჭირდებოდა და არ ასწორდა ჩვენი არსებობა და საბოლოო ჯამში ეს გადაცემა დაახურეს. შემდეგ იყო პალიტრაზე, იყო რა არის ტელეკომპანია პალიტრაში შეთავაზება გაკეთებული და ტელეკომპანია პალიტრაში ჩემს მიერ მწვანე ზონის დაყვანა გადაცემის, რომელიც ეხლაც გადის ეთერში და ასევე სამწუხაროდ მინდა გითხრათ, შეიძლება ერთადერთი ამ სფეროში არსებულ გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ისი არსებობა და პალიტრას მადლობა, იმიტომ რომ მათ შეაფასეს და აფასეს, რომ ეკოლოგია და გარდაცვალება მნიშვნელოვანია სხვა ტელეკომპანიები და მედია საშუალებები ამას როგორც ჩანს და ხელისუფლებით უმეტეს როგორც ჩანს ჯერჯერობით უნასმობიერებს. ამის გარდა იყო ეპიზოდური ასე ვთქვათ ეპიზოდური გადაცემები მეორე არხზე, როცა თავისუფლ ტრიბუნალზე ყავდა, იყო საკანი წაყვანილი ჩემს მიერ გიაჩილოზის გადაცემა, უნიკალური და ძალიან საინტერესო პროექტი, მისი როგორც წაყვანებაც მომიწია. ასე ისე დაემხრო ეკოლოგიის თემაზე გავაკეთე საკრიმინალო რეპორტაჟი თუ გადაცემა და იყო არის კიდევ ჩემს მიერ ეხლა უკვე მოყავს პირველ რადიოზე ადამიანის უფლებებზე გადაცემა, რომელსაც ქვია უფლება დამცველი. ტელევიზიის გარდა, რადიოს გარდა, რა საქმიანობა გაშეთქი, მარტო ტელევიზიის გარდა გავა. ისე მე დღეისათვის მიყვარს ორი გადაცემა, ტელეკომპანია, ასე იგი რადიო კომპანია Media Holding პალიტრაზე, პალიტრის ეთერში მწვანე ზონა ყოველ სამშაბათო თხზულზე, ეს არის განმეორებადი საკითხებისადმი მისული გადაცემა, პირველ რადიოზე ყავს უფლებადასული გადაცემა, ასევე ჩემი საავტორო და გარდა ამისა, არასამთავრობო უფლებადასული ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი პროექტს ვიწყებთ ჩვენ, რომელიც ახლა სასწრაფო ეტაპზეა, რაც გულისხმობს მათ შორის სხვა საქმიანობასთან ერთად რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთა მუზეუმი არსებობს, როგორც კომუნისტური და ოკუპაციის მუზეუმი, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა და ოკუპაციის მუზეუმი არსებობს, ჩვენ უნდა შევქმნათ ზოგადად საქართველოში რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი. თავიდან ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მუზეუმი შევქმნა და მადლობს იმსახურებს, ასე ვთქვათ, მისი მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით და ზიანის მიხედვით ეს ერთი რეჟიმის კი მუზეუმს, მაგრამ გადაწყვეტეთ, რომ მთლიანობაში სხვა რეჟიმების მოუქცია ამ ფარგლებში, იგივე კომპარტიის პერიოდის საქართველოს წარმოადგინა სხვა ხელისუფლებათა შემადგენლის პერიოდი, კერძოდ და თუ ეს ხელისუფლებაც ჩაიდეს მძიმე დანაშაულებს, მათი ასე ვთქვათ იმედიასი აღმოჩნდება, მათაც უნდა განხორციელოს უწევთ აღმოფხვრში ასე ვთქვათ აღმოჩინება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ მათ გასაგონად და მათ დასანახად, ისევე როგორც საზოგადოების დასანახად უნდა შეიქმნას ეს მუზეუმი, იმიტომ რომ ადამიანმა ნახონ ის საშინელება რაც იყო და ის უამრავი დაღუპული, დახოცილი, მოკლული ნაწარმოები და ასე შემდეგ ადამიანი და ხელისუფლება გააკონტროლოს იმგვარად, რომელსაც ყოველთვის შეიძლება კონტროლი, რომ მსგავსზე არც კი იფიქროს. დიდი მადლობა ვაშა. დავასრულებ და რა თქმა უნდა, გრეფის ხანდახტეთ უცოცხალია. შეიძლება ის აქტიური ახლა ამ ეტაპზე ვერ არის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაქტიურდებით როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას და ეკოლოგიურ თემატიკაზე, გარდა იმის, რასაც ასე ვთქვათ, მედია აქტიურობით ვახორციელებთ, გვინდა რომ სამოქალაქო აქტიურობის და საქართველოში რეალური და ძლიერი განმარტი მოძრაობის სპონსორების კუთხით ამ მიზანსაც იმედია უახლოეს მომავალში მივახცევთ, ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით დავიწყებთ და გავააქტიურებთ და განვაახლებთ სულას. დიდი მადლობა ვაშა, დიდი მადლობა მაყურებელს. ეს იყო გადაცემა სტატუსი, გემშვიდობებით ერთი კვირის ნახვამდის. დიდი მადლობა, ასე მოწოდეთ.